თქვი მანანა როცა გვერთვებოდა ყობახიძე რომ მოცნება მთელი თავისი მძიმეწონიანი გუნდი გადაისროლა სამეგრელოში თქო როგორც ჩანს ბატონო სოზარ გეშინოდათ რომ არ წაგეგოთ არჩევნები სამეგრელოში მოგესალმებით გესმით ჩემი ხმა მოგესალმებით მესამები თქვენს მაყურებლებს და მინდა მთელ ქართულ ხალხს მიულოცო გამარჯვება, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული ოცნების გამარჯვება, ეს არის საქართველოს გამარჯვება, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს შანსი მომდევნო 4 და იმის შემდგომი მრავალი წელი ძალიან სტაბილურ მშვიდ გარემოში განვითარდეთ და ეს არჩევნები ისევე როგორც წინა საარჩევნო გარემო, ისევე როგორც დათვლის პროცესი, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, არის აბსოლუტურად გამორჩეული თვისობრივად სხვა ყველაფერი მისგან, რასაც შეჩვეული ვიყავით, რასაც ხედავდით და რაც ხდებოდა წინა ხელისუფლებების დროს. წინასწარის შედეგები რომელიც დაიდო კი ბატონო წინასწარის შედეგები რომელიც დაიდო მე ვგულისხმობ ორ სხვადასხვა არხზე გამოქვეყნებულ exit polls 100,000-ობით ხმა რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ აიღო ახლა დასაცავია ამის შესახებ განაცხადა ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ნიკა მელიამ რა სიტყვით ამ განცხადებაზე იგივე მაგალითად გიგა ბოკერია ივანიშვილის რეჟიმმა მანდატი ვერ მიიღო ის ამბობს რომ არსებული მონაცემები რომლის მიხედვითაც ნაციონალური მოძრაობა ხმათა რაოდენობით 7%-ს აგებს მართლ გუნდთან ბოკერია რასაკვირველია გულისხმობს რუსთავი 2-ზე გამოქვეყნებულ exit polls ის ამბობს რომ ხვალისთვის ან მომავალ დღეებში აუცილებლად შეიცვლება და იქნება მეორე ტური არაერთ ოლქში და მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობა დაამარცხებსო ქართულ ოცნებას აქვე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ რომ ერთმანეთისგან პროცენტები დიდადაა განსხვავებული იმედზე გამოქვეყნებულ exit polls-სა და რუსთავი 2-ზე გამოქვეყნებულ exit polls-ში ამ შემთხვევაში ვგულისხმობ დიდ სხვაობას ნაციონალური მოძრაობის მაჩვენებელზე. რა სიტყვით ამაზე? მოდი მე წეგან უპასუხო დამჩავ თქვენი კითხვა და პასუხს გავცემ თითქოს რაღაც სამეგრელოში რაღაც განსხვავებულს ველოდით დანარჩენი საქართველოსგან ეს ასე არ არის სამეგრელოში ვიყავით წასული 2 ადამიანი პრაქტიკულად ბოლო 3 კვირის განმავლობაში მე ვიყავი და ზვიად ძიძიგური და ქალბატონი მანანა რომელიც ასევე რამდენიმე დღე იყო და დღესაც შემოგვიერთა ასე რომ ეს არ არის რაღაცა ძიმეწონიანი პოლიტიკოსების გადასროლა იგივე ხდებოდა საქართველოს სხვა კუთხეებში ჩვენ ვართ პოლიტიკური გუნდი და ბუნებრივია ყველგან ვიყავით რომ შევხედროდით ჩვენს მოსახლეობას აგვეხსნა სად ვართ, რა გავაკეთეთ გაგვეხსენებინა მათთვის და რას ვაპირებთ მომავალში ეს გეგმები გაგვესწროს. სხვა არაფერი არ ხდებოდა და ალბათ გაიხსენებთ ჩემს ნათქვამსაც 2 კვირის წინ როცა პირველად ჩამოვედი აქ, მაშინ ვთქვი რომ 2 დღიანი სიარულის შემდეგ მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ მე ვთქვი რომ სამეგრელოს 7-ვე მაჟორიტარულ ოლქში ჩვენ მოვიპოვებდით დამაჯერებელ გამარჯვებას და ეს დამაჯერებელი გამარჯვება მე მგონი სახეზეა და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ასე რომ განსხვავებული აქ სამეგრელოში არაფერი არ ყოფილა და სამეგრელოს რიცხვები ქართული ოცნების გამარჯვების ციფრები თუ უფრო მაღალი არ იქნება ყოველ შემთხვევაში ნაკლები ნამდვილად არ არის სხვა რეგიონების ციფრებზე. ასე რომ ეს ერთი პირველი რაც მინდოდა მეთქვა. მეორე რაც შეეხება ციფრებს, მოდი ახლა ნუ ვილაპარაკებთ exit polls-ზე. exit poll-ი რომელიც 4 ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა თითქმის ერთ-ერთში იმეორებს იმას რა კვლევები ჩვენ გქონდა, მაგრამ უკვე რამდენიმე დათვლილი საათები დარჩა პირველი შედეგების გამოქვეყნებამდე დაიწყება ეს გამოქვეყნება. მე უბრალოდ გიგა ბოკერიას ციტატა ახსენეთ და რამდენიმე დღის წინ ბოკერია და მელია ისევე წეგანაც ახსენეთ თქვენს აცხადებდნენ რომ ისინი გაიმარჯვებენ, ისინი მოვლენ უმრავლესობით. მე გეტყვი და დღესაც იგივე სიმეორებენ. მე გეტყვი რა დილამდე დათვლილი იქნება, ну ალბათ 98%, 95% უბნების. თუ ისინი არათუ ვერ გაიმარჯვებენ, არამედ და აღებთ 20 მანდატს პლუს მინუს 2-3 მანდატი მოიპოვებენ. იქნებ შერწყვეთ თავისი გამონათქვამების, თავისი პროგნოზების, იქნებ აღიარონ რომ არა აქვთ პოლიტიკური ალღო და პოლიტიკური გამოცდილება და საერთოდ დადონ მანდატი და თქვა რომ შეეშალათ რა. როგორ შეიძლება პარტიას ჰქონდეს მართლა 20 მანდატიანი ნდობა და ისინი ლაპარაკობენ რომ იმარჯვებენ, ამარცხებენ მოწინააღმდეგეს და ასე შემდეგ. ეს იყო განაჩენი ნაციონალური მოძრაობისთვის, მაგრამ ეს ამავდროულად დროს იყო გამარჯვება ქართველი ხალხის, რომელმაც მხარი დაუჭირა სტაბილურ განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვას.
საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაცია დაიწყო სწორედ 4 წლის წინ და მანამდე ის რასაც ისინი აკეთებდნენ ციხეებში, რასაც ისინი აკეთებდნენ კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით, ამას არაფერი საერთო არ ჰქონდა, თუნდაც არჩევნებთან დაკავშირებით, როგორც ისინი ატარებდნენ და როგორც აყალბებდნენ, ამას საერთო არაფერი ჰქონდა საქართველოს ევროპულ არჩევანთან და ზოგადად ცივილიზებულ კულტურულ კაცობრიობის ყოფასთან. სოზარ კიდევ ერთი კითხვა თუ შეიძლება მომავალზე და არა ნაციონალურ მოძრაობაში. კი, მესმის, მაგრამ ეხლა ხომ ხვდებით ხელი დღეა, ყველა თავის განცხადებას აკეთებს და საინტერესოა ხელისუფლების პასუხი, როცა პრეტენზიას გიყენებენ ოპონენტები. ეხლა მე სხვა პოლიტიკურ ძალაზე უნდა დაგისვათ შეკითხვა. აი, რამდენიმე წუთის წინ ჩემი სტუმარი იყო ირმა ინაშვილი, რომელმაც განაცხადა ბატონო სოზა, რომ ასეთ არჩევნებს ელოდაო, ეს იყო ნორმალური არჩევნებიო. არ გაპატიებთ და ვიწყებ ქუჩის აქციებსო. რას უპასუხებდით მას ამ დაანონსებულ ქუჩის გამოსვლებზე და მის ბრალდებაზე, რომ ხელისუფლებამ მას არჩევნები გაუყალბა. ის ამტკიცებს, რომ ის იყო მეორე ოპოზიციური, უпростоრედ პირველი ოპოზიციური ძალა და თქვენ გაუყალბეთ მას არჩევნები. მე მივესალმებოდი, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ყოფილიყო პირველი ოპოზიციური, თავარი ოპოზიციური ძალა, ოღონდ არ ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ რომ ეს არის არა პოლიტიკური პარტია ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, არამედ წარსულში ჩადენილი დანაშაულით შეკავშირებულ ადამიანთა დანაშაულებრივი ჯგუფი და რამდენიმე დღის წინაც დაადასტურეს მათ იმ ქმედებებით, აი აფეთქებებს და ასე შემდეგ გულისხმობ, მაგრამ სამწუხაროდ ამ პარტიას ყავს თავისი გარკვეული ამორჩეველი, აღმოჩნდა დღევანდელი არჩევნებითაც, რომ სადღაც 15-დან 20%-მდე მერყეობს და ეს არის ამ ხალხის არჩევანი. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ თავის-თავში უნდა ეძებონ მიზეზი, თუ რატომ ვერ მოიპოვეს მიზეზი. ის რატომ ვერ მოიპოვეს უკეთესი შედეგი, რატომ ვერ გადალახეს ბარიერი, ან ვინც გადალახა, ის რატო არის ზედ ზღვარზე და რატო არ აქვს უკეთესი შედეგი და რაც შეეხება ქუჩის არჩევნებს, მადლობა ღმერთს, ეს არის დემოკრატია, ყველას აქვს უფლება კანონის დაცვით ჩაატაროს აქციები, რა ფორმისას ნებავთ, რამდენ ხანსაც ნებავთ, ეს მათი ნება, ასე რომ ამაში მე ვერ ხედავ ვერანაირ ტრაგედიას. კი ბატონო, და კიდევ რაც შეეხება გაყალბებას. ისა მაბატიეთ იგა, შეეხება გაყალბებას. თვითონ ამ პარტიას ყავს თავისი წარმომადგენელი უბნებზე ოლქებში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ისინი ეწრებიან დათვლას, ისინი ითვლიან გაყალბების ფაქტი არ დაფიქსირებულა მთელი დღის განმავლობაში არც ერთი და თუ რაღაცა მართლა გაყალბებაზე ლაპარაკობენ, თქვენ რა იყო ეს გაყალბება, ხო? რაღაცა ახალი რამე მოვიგონეთ, ეხლა მოზამბიკური კარუსელი, რა მოვიგონეთ ისეთი, რომ ვერავინ ვერ შეამჩნია, არაფერი მსგავსი ბუნებრივია არ ყოფილა. სოზარ და კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვამ და დაგემშვიდობებით. ანუ თქვენ დღეს შეგიძლიათ თქვათ, რომ სამი პოლიტიკური ძალა შედის პარლამენტში, თუ ჯერ კიდევ უშვებთ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია შევიდნენ სხვებიც. პოლიტიკურ ძალებზე ვილაპარაკებ, პოლიტიკური ძალები ცოტა ბევრიც არის, იმიტომ რომ ოცნებასთან ერთად მართალია ამას არ ქვია დღეს კოალიცია ან ალიანსი, მაგრამ ოცნებაში არიან შეფარებული ბიძინა ივანიშვილის მზის ქვეშ შეფარებული წვრილ-წვრილი პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც გადაწყვიტეს მაგალითად უსუფაშვილისგან განსხვავებით, რომ საკუთარ გუნდებზე მის სახელზე ცალკე მონაწილეობაზე უარი ეთქვა და პირდაპირ მზის ქვეშ შეიხუჟნენ ბიძინა ივანიშვილთან. ეს ნახევრად ხუმრობით და თუმცა რეალობაა ეხა ეს რაც მე ვთქვი. სოზარ მე გულისხმობ პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც მაბატიეთ. იგა თუ შეიძლება რა პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც გადაწყვიტეს პოლიტიკაში დარჩენილიყვნენ სხვა პარტიებისგან განსხვავებით. უსუფაშვილისგან განსხვავებით. თუმცა ისინი არიან პოლიტიკაში და ისინი არიან ოპოზიციაში და მათ აქვს შანსი მომავალზეც იქნება თვითმმართველობის არჩევნები, თუ კი უკეთესად დააწყობენ თავის ორგანიზაციულ სტრუქტურებს, თუ კი უფრო მიიტანენ ამორჩეველთან თავის სათქმელს და თუ ამორჩეველი მოიწონებს მათ სათქმელს, აქვს შანსი რა თქმა უნდა უკეთესი შედეგები მიიღონ. პოლიტიკა კი ბატონო და კიდევ აი ერთი არჩევნებით გრძელდება პერიოდულად. ერთი კითხვა თუ შეიძლება, ანუ მე გულისხმობდი ამ შემთხვევაში ალბათ მიმიხვდით, მაგრამ ეხლა ცოტა ხუმრობაში გადაიტანეთ მესმის სხვა საარჩევნო სუბიექტები. თქვენი აზრით შევლენ პარლამენტში თუ აი რა მოცემულობაც დაიდო, ეხლა თუნდაც პირველადი ეგზიტ პოლებით მხოლოდ სამი სუბიექტი შედის. თქვენ ნაციონალები და პატრიოტები.
exit poll-ის შედეგი ამას აჩვენებს და დაახლოებით ამას აჩვენებს ის გამოკითხვები, რომლებსაც პრაქტიკულად ყველა უბანზე ატარებდა ჩვენი პარტია. ცხადი აქ ციფრები არის ძალიან განსხვავებული, მაგრამ ტენდენცია არის ერთი და იგივე. განსხვავებულია, იმიტომ რომ exit poll-ის ნდობის მაჩვენებელი, სიზუსტის მაჩვენებელი არის გაცილებით რთული, ვიდრე ისა გაცილებით ზუსტი, ვიდრე ის გამოკითხვები, რასაც ბუნებრივია ჩვენი პარტიის აქტივისტები ატარებდნენ ყველა უბანთან, იმიტომ რომ სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა საარჩევნო ოლქში, სხვადასხვანაირად ტარდებოდა ეს გამოკითხვები, მაგრამ ტენდენცია ყველგან ჩანს ერთი და იგივე. ერთი შემიძლია ვთქვა ასევე, რომ საოცრად მაღალი აქტივობა დაფიქსირდა 2012 წლის შემდეგ ასეთი 2012 წლის შემდეგ ასეთი მაღალი აქტივობა არ ყოფილა. ზეიმობს ახალგაზრდობა, ზეიმობს ჩვენი პარტია გამარჯვებას. გვერდით არის ნაციონალური მოძრაობის შტაბი, სადაც ჩაბნელებულია ყველაფერი და ჩამიჩუმი არის, ვისაც რომ ისინი შეგუებული არიან დამარცხებას და შეგუებული იყვნენ მთელი ამ დღეების განმავლობაში. იმიტომ რომ ბოლო კვირების განმავლობაში მე იმ შტაბში შესული და იქიდან გამოსული ადამიანი უცბად რო გითხრათ არ მინახავს. კარგით, მადლობა, აბა თქვენ იცით, ეხლა ისეთი ამბავია მანდ რომ მშვიდობით გადით მაინც სახიფათო დღეები გავიარეთ, აფეთქებებს გულისხმობ და ეხლა ეს ხმა რო გავიგე უცებ შევშფოთი და მე მივხვდი